მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო და რადიო მსმენელებო, მედია კავშირი ობიექტივი განაგრძობს პირდაპირ ეთერში მაუწყებლობას. მე ვარ ჟურნალისტი მარიამ წყარუაშვილი და თქვენ უყურებთ გადაცემას თავისუფალი თემა. დაცულია თუ არა საქართველოში ცხოველთა უფლებები და როგორ მუშაობს ესა თუ ის ორგანიზაცია ამ კუთხით? ამ კითხვებზე პასუხს ჩვენ გაგვცემენ ჩვენი სტუმრები, ცხოველთა დაცვის და გადარჩენის საზოგადოების დამფუძნებელი თეიმურაზ წიქორიძე და ასევე ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს დირექტორი თეიმურაზ ფხალაძე. მოგესალმებით, დიდ მადლობას გიხდით გადაცემაში მობრძანებისთვის. 2388-105 გახლავთ ჩვენი სტუდიის ნომერი, ხოლო Skype-ის მისამართია ობიექტივი 2 ლათინური ასოებით. დაგვიკავშირდით და დასვით კითხვები აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით. ბატონო თეიმურაზ, თუ შეიძლება პირველი კითხვა თქვენთან მექნება. თქვენ ორგანიზაციას ქვია ცხოველთა მონიტორინგის სააგენტო. თუ შეიძლება საზოგადოებას განვმარტეთ, რა დანიშნულება აქვს ამ ორგანიზაციას, რა არის თქვენი ძირითადი მოვალეობა? სააგენტოს ძირითად მოვალეობას წარმოადგენს მოსახლეობის დაცვა საფრთხის მატარებელი ცხოველებისაგან და ქვეწარმავლებისაგან, ასევე ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი. ეს არის სააგენტოს ძირითადი ფუნქცია. ძირითადად აი სტატისტიკა როგორი გაქვთ თქვენ? მე როგორც მოვიძიე ასე ვთქვათ 2007 წლის და 2007 წლიდან 2011 წლამდე არაჰუმანური მეთოდებით იქნა ცხოველები 85000 ცხოველი იყო მოკლული თბილისში და ახალი სტატისტიკა ხო არ გაქვთ ამ კუთხით? სააგენტო შეიქმნა 2015 წლის 1 იანვარს, ანუ წელიწად ნახევარი დაახლოებით რაც სააგენტო ფუნქციონირებს და მე შემიძლიათ ამ ხნის განმავლობაში მოგახსენოთ სტატისტიკა. აი წელს მაგალითად სააგენტომ განახორციელა 9500-ზე მეტ შეტყობინებაზე რეაგირება, როგორც ქვეწარმავლებზე, ისე ძაღლებზე, კატებზე და ასე შემდეგ. დიდი მადლობა. მე ასევე ცხოველთა რეგისტრაციაზე მინდა გკითხოთ და ასევე ტატუირების ჩიპების და ეგრეთ წოდებული ბირკების თაობაზე რა. ასე ვთქვათ, რას გულისხმობს ეს რეგისტრაცია, რა არის ეს სავალდებულო რეგისტრაცია, რაში გვჭირდება და ასევე ჩიპების თემაც რო განვიხილოთ. კაი, მაშინ ცოტას გავშლი თემას. იქიდან გამომდინარე, რომ არ არსებობდა საკანონმდებლო ბაზა, რითიც დარეგულირდებოდა როგორც ცხოველების მოლაპატრონების წესი, ასევე მათი პოპულაციის მართვის წესი და ასე შემდეგ, სააგენტომ შეიმუშავა პროექტი, რომელიც საკრებულომ დაამტკიცა 2015 წლის 6 აპრილს, სადაც დეტალურად არის გაწერილი როგორც პატრონის ვალდებულებები, ასევე ცხოველების პოპულაციის მართვის მიზნები, მიმართულებები და ასე შემდეგ. სწორედაც ამ წესის თანახმად პატრონი ვალდებულია დაარეგისტროს საკუთრებაში არსებული ცხოველი. ეს რეგისტრაცია ფასიანია თუ უფასო? რეგისტრაციის პროცედურა არის უფასო, სააგენტო უფასოდ გადაცემს სარეგისტრაციო მოწმობებს, მაგრამ რეგისტრაციის მომენტისათვის ან რეგისტრაციიდან ერთვის ვადაში პატრონი ვალდებულია უზრუნველყოს საკუთრებაში არსებული ცხოველის იდენტიფიცირება, ან მიკროჩიპით, ან ტატუთ, ან ეგრეთ წოდებული ბირკით, საჭდით. და რომელი უფრო ხშირად კეთდება, ან რომელს უფრო ანიჭებენ უპირატესობას გასაგებად? რა თქმა უნდა, მიკროჩიპს. და ამ მიკროჩიპით შეიძლება რომ მაგალითად დაკარგული ცხოველი მიკროჩიპით ხდება ცხოველის იდენტიფიცირება და პატრონის მოძიება. დიახ, დიდი მადლობა. ბატონო თეიმურაზ, თქვენთან მაქვს შემდეგი შეკითხვა. გვაქვს კანონმდებლობა 259 მუხლი, რომელიც ითვალისწინებს ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობის აღკვეთას. თქვენი აზრით, მოქმედებს თუ არა ეს კანონი, რამდენად სავალალო შედეგია ამ კუთხით? საქართველოში ჯერ ცხოველთა დაცვის შესახებ კანონმდებლობა არ არსებობს, არის რაღაც ნორმატიული აქტები, იგივე თბილისის საკრებულოს მიერ გადაწყვეტილება 2015 წლის, სადაც ითვალისწინებს ცხოველისადმი შენახვის პირობების დაცვას. მაგრამ თვითონ ცხოველთა უფლებების დაცვაზე საქართველოში კანონმდებლობა არ არსებობს. რაც შეეხება სისხლის სამართლის კოდექსის 259 მუხლს, ცხოველისადმი სასტიკი ქმედება, ეს არის უკვე თუ დამნაშავეს, თუ ეს დადგინდება, დამნაშავეს რა აღკვეთი, ღონისძიებები და რა ჯარიმები ეკისრება რა. რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად უნდა დაიცვას ამან ცხოველები რა. მაგრამ თვითონ ეს უფლებების, ცხოველთა უფლებების კანონმდებლობა, თუ ცხოველს რა უფლებები აქვს, როგორც ადამიანს, თქვათ საქართველოში, ესეთი კანონი არ არსებობს. თვითონ ეს 259 მუხლი
ეს არის მკვდარი გოხლი, ამით არავინ არ დაშილა საქართველოს ისტორიაში. იყო ერთადერთი შემთხვევა, როდესაც პიროვნება უკვე დაჭერილი იყო სხვა დანაშაულზე და მან თავისი ძაღლიც მოკლა და ესეც დაუმატეს რა. ახლა ამ თვალსაჩინო მარტო ერთადერთ შემთხვევაზე რა? ესა იყო კიდე რამდენადაც ვიცი ეს რუსთავში ახალგაზრდებმა ჩაქოლეს ცხოველი და იმათ მისცეს რაღაც სასარგებლო შრომისთვის რაღაც პირობითი 30 კალენდარული დღე თუ რაღაცა. რა შეეხება დანარჩენი რომ ვინმე დაეჭირე აღკვეთი ღონისძიება ყოფილიყო ამასთან დაკავშირებით და მოეხადათ ეს ჩვენთვის ცნობილი არ არის და არ არსებობს ესეთი ფაქტები და მე პირდაპირ მინდა ვთქვა რომ ხა რა გვინდა შორს წასვლა როდესაც ესე იგი თუ არ მოხდა გამოძიება ამასთან დაკავშირებით არ დადგინდა თუ ცხოველის მიმართ სასტიკი ქმედება ვინ განახორციელა შედეგიც რა თქმა უნდა არ ექნება. აი ნოცობედის პლატოზე 4 მაისს აღმოჩენილი იქნა პირადად ჩემს მიერ დამირეკეს მოქალაქეებმა ძაღლი, ცხოველი, ჩვენი საიტში არის გამოქვეყნებული, რომელსაც მიყენებული ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით გლობულიანი ამ სიტუაციაში საფანტის ტყვით, ჭრილობები გულმკერდის და ფეხების არეში. ჩვენს მიერ მოხდა ვეტერინარულ კლინიკაში რენტგენის გადაღება, გამოძახებული იქნა სამართალდამცავი ორგანოები, საპატრულო პოლიცია, საგამოძიებო ნაწილი და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ეს ახსნა ძაღლი გადაყვანილი იყო ჩვენ თავშესაფარში, მხოლოდ ჩვენს მიერ იქნა, ესე იგი, სამედიცინო თვალსაზრისით რა შემოწმება და რო ვთქვათ, პირდაპირ სამართალდამცავმა ორგანოებმა ფოტოც არ გადაუღეს ამ ძაღლს. მე მოვითხოვე ოფიციალურად, რა თქმა უნდა, ექსპერტიზა და ამ ექსპერტიზის შესაბამისად აღმოჩენა დღისით, მზისით 11-დან 12 საათამდე დასახლებულ პუნქტში ცეცხლსასროლი იარაღით ვინესვლის ძაღლს და იქიდან გაიარა უკვე 4 მაისიდან უკვე 2 თვემ არავინ არ დაკითხულა, ძაღლი არ წაუყვანიათ ექსპერტიზაზე და არავითარი რეაგირება არ არის. ეხლა აი ხო არის, აი ჩვენ საიტში არის ეს ძაღლი, ინფორმაცია, რენტგენის ფოტოები, ჩვენი ვეტერინარის დასკვნა ამასთან დაკავშირებით. ეხლა თუ სამართალდამცავი ორგანოები, რა თქმა უნდა, ესე მეუდგებიან საკეთს, არასდროს დამნაშავე არ იქნება და ისიც კი საკვირველია, რომ დამნაშავე რომ აღმოაჩინონ, მე დავუქვათ რა ღონისძიებებს მიმართავს სასამართლო ღონისძიებებს კი რა განაჩენს გამოუტანს თქვა სასამართლო და როგორ უნდა დაისაჯოს ეს პიროვნება. ეს კიდე მეორე საკითხია რა. და როგორ ის სისხლის სამართლის კოდექსით მოპატიეთ 259 მუხლი, ჯერტი ეს არის იმიტომ რომ რაღაცა ეწეროს ყანონში და არა იმიტომ რომ ვიღაცა დაისაჯოს. და როგორ უნდა მოგვარდეს ეს პრობლემა თქვენი აზრით? ახლა ეს პრობლემა რომ მოგვარდეს თვითონ ჯერტი კანონმდებლობა უნდა იყოს ცხოველების უფლებების შესახებ, მე რა თქმა უნდა უნდა 259 მუხლით 259 მუხლი უნდა გამკაცრდეს. ჯერტი ის რომ 20 ლარიანი ჯარიმა და მაქსიმუმ 2 წელი ციხე, როდესაც ჩვენ ცოცხალ არსებას კლავ, ეს არის აბსურდი, აბსოლუტურად. აი მე გეტყვით, აი მაგალითად ეხლა თუ ვწდები კანადაში, აი ახალი ინფორმაცია, დღევანდელი ინფორმაცია, თავისმა პატრონმა თავის ძაღლს სკოჩით აუგრა პირი, მისცეს 2 წელი თავისუფლების აღკვეთა, შემდეგ 3 წელი პოლიციის კონტროლის ქვეშ და მთლიანად სიცოცხლის მანძილზე უფლება არ აქვს, რომ მან ყავდეს ცხოველი. ჩვენთან ესეთი რაღაცა არ არსებობს, ესე იგი, თითქოს ეს ცხოველისადმი სასტიკ ქმედებაზე უნდა იყოს საკამაოდ მკაცრი კანონმდებლობა. და მხოლოდ და კანონმდებლობის გარდა სამართალდამცავმა ორგანოებმა გულით უნდა კანონი უნდა გაითვალისწინოს და შემდეგ შედეგები შეიძლება იყოს. გასაგებია ბატონო თეიმურას, მე დარწმუნებული ვარ, ეხლა საზოგადოების გარკვეული ნაწილი, რომელიც ჩვენ გვიყურებს ან გვისმენს, თulis რომ აი რა დროს ცხოველებია, როდესაც ამდენი პრობლემა აქვს საქართველოს, ამდენი შიმშილით კვდება, აი რა სეტყოდით ესეთ ადამიანებს? ესე იგი რას ეტყოდით ესეთ ადამიანს, როგორ ფიქრობთ,
როგორ შეიძლება გამოსწორდეს ეს პრობლემა? ადამიანების ცნობიერება ამ თვალსაზრისით. პრობლემები რო გამოც ეს არის კომპლექსური, ხო ამ სიტუაციაში. პირველ რიგში ადამიანის მენტალიტეტის ჩვენთან მოსახლეობის ამ სფეროში მოსახლეობის მენტალიტეტის დაბალი დონე არის თვითონ ეს უნდა ამაღლდეს, უნდა იყოს საგანმანათლებლო პროგრამები აუცილებლად ბაღებში, სასწავლო დაწესებულებებში, უნდა იყოს ფართო აგიტაცია, რა თქმა უნდა, და ყველაფერი კომპლექსურად თუ არ იქნა ამ სიტუაციაში, რა თქმა უნდა, პირველი არის ადამიანის ცნობიერების ამაღლება და ამ სფეროში. თქვენ ძალიან ხშირად ყველას მოусმენია, აი მაპატიეთ და მართლა მაპატიეთ, იმიტომ რომ საქართველოში არის ისეთი გამონათქვამები, შობელძაღლო, ძაღლიშვილო და ასე შემდეგ, რა. მე აი გუშინ წავიკითხე ერთ-ერთი თუ არ ვცდები რა ესეთი პიროვნების მიერ გამონათქმავის ხვის მიმართ ის ძაღლის ლეკვო პირდაპირ უწევს ხო ეს და ის ძველ ხელისუფლებას რომელმაც მოლაშვილი აწამა იმათ მიმართად თქვენ ძაღლის ლეკვო ძაღლის ლეკვი ეს არის ძალიან კარგი არჩევა, ძალიან ესე იგი შეურაცხყოფა მიაყენა ამით. მე გამიკვირდა იმ პიროვნებისგან, ვინც ეს დაწერა, ცოტა ისეთი პიროვნება არის და ძალიან შობელძაღლო, ძაღლიშვილო, ძაღლი მიგაკოდა სულში. აი ეს სანამ გვექნება ეს ფსიქიკა და სანამ გვექნება ესე დამოკიდებული არაფერი არ გვეშველება. გასაგებია. ბატონო თემურ, აი ღონისძიებებზე ისაუბრა ბაღებსა და სკოლებში და თქვენი ორგანიზაცია აი მაგ კუთხით რაიმე ღონისძიებებს ატარებს? ცნობიერების ამაღლებას თვალსაზრისით. სწორედ ბრძანა ბატონმა თემური, ცნობიერება მოსახლეობაში არის ძალიან დაბალი ამ სფეროში, ამ მიმართულებით. სამისოთ სააგენტო ახორციელებს რიგ ღონისძიებებს, კომპლექსურ ღონისძიებებს დავარქმევდი. მათ შორის სააგენტომ დარგის სპეციალისტებთან ერთად შეიმუშავა საინფორმაციო პროგრამა, რომელიც იკითხება სკოლებში. პროგრამა გაიარა ფილტრაცია განათლების სამინისტროსთან, დარგის სპეციალისტებთან იქნა მოწონებული და გაკვეთილების სახით იკითხება სკოლებში, ანუ სააგენტოს. რამდენად შედეგიანია ეს პროგრამა? ძალიან შედეგიანია, ძალიან დიდი აქტივობა მოყვა, ბევრი მოთხოვნებია სხვადასხვა სკოლებიდან. და სააგენტო მაქსიმალურად თავის რესურსის ფარგლებში ახორციელებს ამ საინფორმაციო საგანმანათლებლო ღონისძიებებს, რომელიც მიმართულია ცნობიერების ამაღლებაზე, ამაღლებისკენ თუ როგორ უნდა დავიცვათ უსაფრთხოების ნორმების სკოლებთან ურთიერთობაში, მოვლა-პატრონობის წესები და ასე შემდეგ, რაც ძალიან მნიშვნელოვანი და სასარგებლო და ეფექტურია მე აი ცხოველების სტერილიზაციაზეც მინდა გკითხოთ, როგორ ხდება სტერილიზაცია ცხოველების თქვენ სააგენტოში? სტერილიზაცია მე აღნიშნე სააგენტოს ძირითადი ფუნქციები არის როგორც მოსახლეობის დაცვის, ცხოველების პოპულაციის მართვა და კონტროლი. სწორედ მართვა კონტროლის მიზნებში პოპულაციის სააგენტო ახორციელებს ცხოველების დაჭერას, მუნიციპალურ თავშესაფარში გადაყვანას, როგორც კვლევებს, ასევე ოპერაციებს ავაკეთებთ სქესის მიხედვით სტერილიზაცია, კასტრაციის ოპერაციებს, შემდეგ ესეთი ძაღლები ან ჩუქდება, ან მიეკედლების სტატუსით მიეკედლება კონკრეტულ პიროვნებას, ამ პირთა ჯგუფს, ან ბრუნდება ბინადრობის პირვანდელ არეალში. ესეთ ძაღლებს ყურზე უკეთიათ საჭდე, რომელიც არის დანომრილი ცენტრალურ ბაზარში ასახული და ეს იმას ნიშნავს, რომ ძაღლი ექვემდებარება კონტროლს, არის სტერილული, არის ვაქცინირებული და არის უსაფრთხო მოსახლეობისთვის. აი სწორედ დაჭერაზე აღნიშნეთ, აი როგორ გიკავშირდებიან საზოგადოების ნაწილი, რომელსაც აქვს დაუშვათ პრობლემა ცხოველთან დაკავშირებით? აი სტერილიზაციას დავამთავრებ, სტატისტიკა მაქვს წამოღებული, 1500-ზე მეტი ოპერაცია გაკეთდა მუნიციპალურ თავშესაფარში სტერილიზაციის მიმართულებით. რაც შეეხება გამოძახებებს, გამოძახება აღნიშნე საუბრის დასაწყისში 9500-ზე მეტი გამოძახება დაფიქსირდა სააგენტოში და ყველა გამოძახებაზე მოხდა შესაბამისი რეაგირება. გამოძახება სხვადასხვა მიმართულებით არის, ზოგს აწუხებს ცხოველის არსებობა, ზოგი შეტყობინებას აგზავნის კონკრეტულ ფაქტთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ გამოძახებაზე მობილური ჯგუფი მოქმედებს, მკაცრად
ამ კაცრად იცავს ინსტრუქციას და ცხოველების მოლაპატრონების წესებს. ანუ ყოველ შემთხვევაში არ უქმდება რომ ცხოველი დაჭერას და მუნიციპალურ თავშესაფრში გადაყვანას. ცხოველის დაჭერას აქვს თავისი კონკრეტული საფუძვლები. თუ არის ცხოველი აგრესიული, ანუ საფრთხის მატარებელი, თუ არის დაავადებული, სავარაუდო დაკარგული ცხოველი, ტრამირებული ცხოველი და ასე შემდეგ. ანუ თუ ამ საფუძვლებში არ მოექცა ცხოველი, ანუ იმას გულისხმობ უბრალოდ ცხოველის თუ დადის და თუ ცხოველი არსებობს, ეს იმას არნიშნავს, რომ ცხოველი აუცილებლად დავიჭიროთ თავშესაფრში გადავიყვანოთ. გასაგებია. ბატონო თემურ, როგორც ვიცი, თბილისში დაფიქსირდა ესეთი შემთხვევები, როდესაც ჩინური რესტორნები ძაღლებს კლავდნენ და შემდგომ ჭამდნენ. აი, ამ თემასთან დაკავშირებით რა ინფორმაციას ფლობთ თქვენ? ახლა ეს დაფიქსირდა კონკრეტულად ბატონი თამაზელის ბარაშვილი და ბატონი თეიმურაზი ხალხზე კონკრეტულად იყვნენ. ეს არის ჩინელების სამშენებლო რაღაც კომპანია, ჩინელები არიან და აბსოლუტურად გასაკვირიც არ არის, იმიტომ რომ ჩინელებში და კიდე მსოფლიოში 5 ქვეყანაში არის ძაღლები, მაგათთვის არის ტრადიციული საჭმელი, მარტო ძაღლები არა, კატები, ვირთხები და ასე შემდეგ. ისე რომ აქ საქართველოში ეს მარტო ახლა კი არა, აი რაც უკვე ჩინელები შემოვიდნენ, რა თქმა უნდა, ისინი პირადად იჭერენ ქუჩის ძაღლებს, ყიდულობენ, ამაზე ინფორმაცია თქვენ გვაქვს რა. და ამის წინააღმდეგ პრაქტიკულად ვერავითარი ნაბიჯი ვერ იქნება გადადგმული, იმიტომ რომ თუ კონკრეტულად არ არის დაფიქსირებული ცხოველისადმი სისასტიკე. და გამოძიება არ მიმდინარეობს. ხო, რა თქმა უნდა, საქართველოში აკრძალული არის ძაღლის ხორცის გაყიდვა და აი ეს კვების ობიექტებში ეს შეტანა. მაგრამ იქიდან გამომდინარე, რამდენადაც არის ჩინური რესტორანი, ვინმე ეს გააკონტროლა. ჩინური რესტორნები მაგალითად აკრძალული არის ევროპის ძალიან ბევრ ქვეყანაში ზუსტად ამ პრინციპით. მე პირადად როგორც ცხოველთა დამცველი რა, ახლა საშინელებაა ძაღლი, კომპანიონი ცხოველია რაღაც. მაგრამ მე ვერ ვხედავ პირადად განსხვავებას ჩინელი ჭამს ძაღლს, ჩვენ ჭამთ სხვას. ვიღაცა ჭამს ეს იგი ყველა ცხოველს აქვს ტკივილის გრძნობა და ასე შემდეგ. გასაგებია, მაგრამ კანონი არ ითვალისწინებს ცხოველების დაცვას საქართველოში? აი არის აქ უკვე არის თვითონ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გამონათვალი თუ კვების აი გაყიდვის რეალიზაციის შემთხვევაში, გაყიდვის შემთხვევაში, ფერმერულ სიტუაციაში, რომელიც ცხოველი დაიშვება რა. მაგრამ ის რომ თქვა ადამიანმა კონკრეტულად რა შეჭამოს ძაღლი თუ კატა და აკრძალვა იყოს იმ იმაზე არა არ შეიძლება რომ შენ ძაღლი შეჭამა თუ კატა შეჭამო ესეთი აკრძალვა არ არსებობს. კი, მაგრამ სასტიკ მოპყრობასთან დაკავშირებით თუ არსებობს მუხლი მოკლასთან დაკავშირებით მუხლი არ არსებობს და ჭამასთან დაკავშირებით ეს არის 259 მუხლი, ახლა იგივე კარგად გამიგეთ. ღორს ვკლავენ და YouTube-ზე რო არის ქვეყანა გორი ქელეხები გამოქვეყნებული და ხანჯლებით რო ჭრიან და ლომისობა რო არის და სისხლის ჩქეფები რო არის და თავის მოჭრები რო არის ცხებზე, რითი არის განსხვავება? არ არის ის სასტიკე. როგორ არის? ხო, რა თქმა უნდა, მაშინ ეს ყველა ხალხი დასაჭერია, იქ ბოდის ვიხდი, ეს ქართველი იქნება, ჩინელი, ჰოლანდიელი თუ იტალიელი, რომელიც განახორციელებს სისასტიკეს. ეხლა თქვენ წარმოვიდგინეთ, რომ განვითარებულ ქვეყანაში, განვითარებულ ელემენტარულ შეგნებულ ქვეყანაში, ისეთი ტრადიციული დღესასწაულები, როგორც არის ლომისობა და სისხლის პანტელები და არასრულწლოვნების მიყვანა და თურმე ყველა ვაჟკაცია ის, რომლებიც აჭრიან ყელს იცხრებს და სისხლის შადრევნებია და ღრიანცელი, განვითარებულ ქვეყანაში თუ შეიძლება მოხდეს ესეთი ტრადიციული დღესასწაული? არა, რა თქმა უნდა, ხო? ეს სისასტიკეა ესა ცხოველების მიმართ. არსებობს გარკვეული ნორმები საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ, რომ ცხოველის მოკვლა, დაკლა უნდა იყოს გარკვეული წესებით, გარკვეულ დაწესებულებებში. ეხლა მე პირადად როგორც ცხოველთა დამცველი რა, მაპატიეთ და ეხლა ღორზე ხერხი გადაივლის და იმით გამოჭრის ყელს თუ ხანჯალს დაარტყამენ გულში, დიდი განსხვავება არ არის. ჰუმანური თვალსაზრისით, ჰუმანური ბრჭყალებში
თვალსაზრისით ხდება აი მაგალითად როგორც ძაღლების და კატების სიტუაციაში ვეტერინარის მიერ, როდესაც არის სპეციალური პრეპარატები, ნარკოზის ქვეშ ბრუნდება ცხოველი და დაძინება ქვია ამ მეთოდს, როდესაც ცხოველი ვერ გებულობს სიკვდილს. დანარჩენ სიტუაციაში რა ის ფერმებში, დანარჩენ სიტუაციებში ნებისმიერი თქვენ ხო ალბათ ყველას გვინახია, ხო? ეს ფაქტები, როდესაც იმას, რა ქვია, ხორცს მოკლავენ თუ ციკალს დაჭრიან, როგორ ყვირიან, როგორ ფართხალებენ და ასე შემდეგ. ეს იგი არის სიამოვნებისგან ხო არ არის ეს? გასაგებია. განსხვავება დიდი არ არის, რა თქმა უნდა, ის რომ ძაღლი გაცილებით უფრო უკეთესი თბილი ცხოველია ადამიანთან, უფრო ურთიერთობებშია რა და იმას ვკლავთ და ჩვენთვის ეს მიუღებელია. რა თქმა უნდა, ეს ფაქტია, ეს არის მიუღებელი და სანამ ის ერი, რომელიც აი თქვა, შემოვიდა ჩინელების საკმაოდ დიდი რაოდენობის არიან საქართველოში, იცოდეთ რომ ყველა ჭამს ძაღლს. გასაგებია, დიდი მადლობა, მობილურით გვიკავშირდება მაყურებელი, გისმენთ პირდაპირ ეთერში ხართ. დიახ, საჭირო გადაცემა არის, მართლაც საჭირო. რა თქმა უნდა, შეიძლება აი ვიკამათოთ რა შეიძლება, რა არ შეიძლება, მაგრამ მაინც ჩვენ უნდა ვეცადოთ, რომ მიუახლოვდეთ საერთაშორისო ნორმებს. რამე თუ ჩვენზე ბევრი უფიქრიათ, მეტი ექსპერიმენტები გაუკეთებიათ თუნდაც ცხოველებზე და იციან რა როგორ აფერ. მე ვიძახი საერთაშორისო აი ნორმებთან რაც შეიძლება მიახლოება. და ერთი კიდევ აი საკითხი რაც აუცილებლად მინდა გითხრათ, რომ აუცილებელია საბავშვო ბაღებიდანვე აი ასეთი ეცნობიერება გქონდეთ ბავშვებს, რომ აი ზოგი მოუყვანს სახში ისეთ ძაღლს ან ლექს ოდნავ მოზრდილს თავის შვილს ან შვილის შვილს, რომელთანაც ბავშვს რა თქმა უნდა სიამოვნებს საუბარი, თუნდაც კატა იყოს, თუნდაც ძაღლი, ხო? მე რითი თქმა მინდა, მაგრამ არ უხსნით ბავშვს, რომ ის ცხოველი არ უნდა გააცვალოს, თორე რაც არ უნდა მშვიდობიანი იყოს ის ლეკვი, იმან შეიძლება უკმინოს. ახლა იყო ასეთი შემთხვევა ჩემი ნათესავის ბავშვმა. აი თითით ჩაუძრა ძაღლს ყურში, ძალიან კაი ძაღლი სულ ეთამაშებოდა წლები, თვეები, ჩაუძრა ყურში და იქიდან თმის ის დაუწყო წეწვა. რა თქმა უნდა, ძაღლმა უკბინა. მე არიქა წაიყვანეს საექიმებთან, რამდენიმე მსები უკეთეს. თორე ვიცი თქმა მინდა. აი ასეთ შემთხვევები არ არის ცოტა. აი ეს გაცვიცნობიერებულები უნდა იყვნენ ბავშვები, თუნდაც საბავშვო ბაღში კი არა სკოლაში არავინ არ ეუბნება, რომ ეს აუცილებელია. ბატონო, დიდი მადლობა ზარისთვის, გასაგებია. ბატონო თემურ, როგორც ვიცი, ივნისის თვეში იყო ფაქტები, რომელიც ძაღლების გაუჩინარებასთან იყო დაკავშირებული სხვადასხვა სკვერებიდან. ამ თემასთან დაკავშირებით აქციებიც გაიმართა, ერთი ამბავი იყო ატეხილი და რა ბედი ეწია, როგორ მიმდინარეობს გამოძიება მიმდინარეობს თუ უკვე რამე შედეგი მივიღეთ? როგორც მე მაქვს ინფორმაცია, შესაბამის ორგანოებს გამოძიება არ დაუწყიათ. სისხლმართ საქმე არ აღძრულა, ალბათ იმიტომ რომ არ იყო ამის წინაპირობები, მაგრამ რაც სასიხარული ინფორმაციაა, რომ ყველა ძაღლი, როგორც შემოტყობინეს, ყველა ძაღლი დაუბრუნდა ბინადრობის პიროვნულ არეალს. ანუ ვაგის პარკშიც და ვერის პარკშიც დაუბრუნდნენ, ასე ვთქვათ, გაუჩინარებული ძაღლები. რამოდენიმე ძაღლი ჩვენი სამსახურის მიერ იქნა ნაპოვნი და დაბრუნებული, ზოგი თვითონ მივიდა, ზოგი მიმკედელებლებმა იპოვეს სხვადასხვა ტერიტორიებს. ის ინფორმაცია, რომ თითქოს და ვიღაცა იტაცებდა მიტოვებულ ძაღლებს, ეს ინფორმაცია არ არის დადასტურებული, უბრალოდ დაიკარგნენ, ესე ყველანი ერთი არის? ნუ ყოველ შემთხვევაში ვერსიები ბევრი იყო, მაგრამ ის რომ კონკრეტული პიროვნება ან პირთა ჯგუფი ვინმეს აღმოიჩინა, ვინც ამ ძაღლებს იჭერდა და გაყავდა, ესეთი ფაქტი ანუ არ დადასტურდა. სხვათა შორის ერთ-ერთი მონაწილე, აქციის მონაწილე ამბობდა, რომ თვითონ დაინახა საკუთარი თვალით, რომ ერთ-ერთი ჯიპიდან გადმოდიოდა ადამიანი და მიყავდა ეს ცხოველი, თუმცა რა თქმა უნდა ეს არის ჭორის დონეზე და ამას ვერც მე და ვერც ვერავინ დაადასტურებს. ბატონო თემურ, ზუსტად ახლა ვისაუბრეთ ძაღლების დაკარგვასთან დაკავშირებით და მე როგორც ვიცი, თქვენზე ამ პერიოდში ზუსტად თავდასხმა მოხდა თქვენს ორგანიზაციაზე. რამდენად გონიათ, რომ ეს ორი ფაქტი ერთმანეთთან რაღაცა კავშირშია?
ჯერ ის რომ ამ სკვერიდან დაუშვათ ეს ზაღლები რატო გაუჩინარდა და საერთოდ ვინმე წაიყვანა თუ კონკრეტულად ვინ იყო ამისი ორგანიზატორი ეს სხვა საკითხია იმიტომ რომ ჯერ ერთი მე აბსოლუტურად რა თქმა უნდა პირადად გამოურიცხავ მონიტორინგის სააგენტოს ქართულობას პირიქით ყველაფერი გააკეთეს იმისთვის რომ ეს ზაღლები აღმოაჩინა აქ არის გარკვეული პროვოცირება ამ სკვერებიდან ზაღლების გაქრობის პროვოცირებას გულისხმობთ? ნუ პროვოცირება, იმიტომ რომ გასაგები იყო, როდესაც ძალიან თვინიერი ზაღლები მონიტორინგის სააგენტოს მიერ დასტერილებული, ვაქცინირებული, პირიქით ამ სიტუაციაში ქალაქის ორგანო დაინტერესებულია, რომ სკვერებში, ბაღებში იყვნენ ზუსტად ჯამრთელი, სტერილური ცხოველები, რომელიც ისინი უკვე იცავენ სხვა აგრესიულ ცხოველებს, დაავადებული ცხოველებისგან ამ სკვერებს და ხალხი ძალიან შეჩვეულია და თან არც ერთი გამოძახება არ ყოფილა ამ სკვერებში, რომ ამ ძაღლმა ან დარღვპინა ან რაღაცა და ეს წარმოუდგენელია, რომ ახლა სახელმწიფო ორგანო ამ სიტუაციაში მივიდეს და თავის საწინააღმდეგო ფაქტი გააკეთოს. რა თქმა უნდა, ეს იყო რაღაც პროვოცირებით, იმიტომ რომ ერთად დაიკარგნენ. მე უბრალოდ არ გავამხელ იმ მეთოდს, იმიტომ რომ ახლა მე პროფესიონალი ვარ. თქვენი აზრით, ვისი მხრიდან არ გავამხელ, მაპატიეთ, რომ რითაც შეიძლება ძაღლების დაფრთხობა და სხვადასხვა მიმართულებით 20-30 კილომეტრის სირბილით, რომელსაც ვერ მოაგნებენ. იმიტომ რომ მე ეს ვთქვა რა მეთოდია, მე ეს ვიღაცები გამოიყენა. და თქვენი აზრით, ვისი მხრიდან იყო ეს პროვოცირება? პროვოცირება იყო დარწმუნებული ვარ ეს იმ პიროვნებების მიერ, რომლებიც ებრძვის ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს, ვინაიდან აქვს გარკვეული რაღაცა შეხედულებები, რომ როგორმე ამ ჩრდილი მიაყენონ ამ ორგანიზაციას. იმიტომ რომ ეს მოხდა ელემენტარულად, ძალიან მარტივი ხერხი არის ცხოველების დაფრთხობის თავისი მიკედლებული ტერიტორიებიდან. ძალიან მარტივი ხერხია, უბრალოდ ამ ხერხს მე არ გავამხელ რა, თუნმეს აინტერესებს ესეთი ხერხია მოიძიოს, მაგრამ მე არ გავამხელ რა ამ სიტუაციაში. რაც შეეხება თვითონ თუ დაუშვათ რა, იქ რაც მოხდა და ჩვენ თავშესაფარზე იყო თავდასხმა ეს იყო ჩვენი არყოფნის დროს ძალიან მცირე მონაკვეთში იქაურმა ადგილობრივმა მაცხოვრებელმა, რომელიც მანამდე შემჩნეული იყო კიდე სხვადასხვა რაღაცეებში და დაამტვრია არა ფანჯრები, არამედ ლოდები პირდაპირ ისროლა ცხოველთა თავშესაფარში, ცხოველების მოკვლის მიზნით, მათი ჯანმრთელობის დაზიანების მიზნით, მარტო ის კი არა რომ ჩატეხა რა, არამედ ეს იყოს დასრული დიდი ქვები, ბეტონის ნაგლეჯები, რომ დაზიანება მიეყენებია ცხოველებისთვის. მერე ცხოველების სასეირნო ტერასაზე მოახდინა კიდე ქვების სროლა ცხოველების დაზიანების მიერ და იგივე სიტუაცია გამოდის. დაიჭირეს თუ არა ეს პიროვნება? ჩვენ რა თქმა უნდა მაშინვე გამოვიძახეთ სამართალდამცავი ორგანოები, თვითონ მოიბანა თქვა, იმიტომ რომ ახლა ეს დღისით ხდება ვიღაცა იტყო და გადაყვანილი იყო ახსნა განმარტებისთვის პოლიციაში და ჩვენ და გასაკვირად ის იყო გამოშვებული და მე როგორც ამ ორგანიზაციის ხელმძღვანელს მეკითხებია ქონების დაზიანება ყოფილა მხოლოდ და მინა ჩაუმტვრევია და რა ღირს მინა ესე იგი კარგად გამიგეთ რა ადამიანი რო თოფით მოვიდეს და ვიღაცას ესროლოს და მინა იყოს და ეს მინა გავხრიტო და იმას აცდეს. ეს თურმე ეს ადამიანი, ვინც არის მოსული, ეს კი მინის დაზიანება თუ 150 ლარს, რაც და რა, ეს თურმე სისხლის სამართლის ნუ იცით როგორი ცოტა სასაცილო ჩვენ შევდივართ პროკურატურაში, გენერალურ პროკურატურაში. ეს ინფორმაციები გავრცელებულია უკვე საზღვარგარეთ და აი ამ საკითხს ჩვენ არ მოვიხვევით, იმიტომ რომ აი ამ ფაქტის შემდეგ კიდე რაღაცა ქმედებები განახორციელა ამ პიროვნებამ რა. გასაგებია, დიდი მადლობა მობილურზე გველოდება უკვე კარგახანია მაყურებელი გისმენთ მოგესალმებით დიდი პატივისცემით რა თქმა უნდა ძალიან საინტერესო თემაა ძაღლი რო იყვიან ადამიანის მეგობარიაო ნამდვილად ძალიან ჭკვიანი ცხოველია თუ მას მოიქეჩი მაგრამ ნამეტანია გადავაჭრბოთ
ძაღლის ფსიქოლოგია არის, გაჩენილი არის ძაღლი ყეფისთვის, ღრენისთვის, რო დაიცვას ტერიტორია და გიკბინოს, რა თქმა უნდა, ასეთი ბევრი ფაქტებია, ეს ერთი. მაგრამ მეორე კიდე ასეთი შეკითხვა მაქვს. ძალიან სხვათა შორის ეს ძალიან მე ექიმი ვარ და ამიტომ გეკითხებით. უსაფრთხოების ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით არის თუ არა დაშვებული კორპუსებში მგლის ხელა, არა პატარა ოთახის ძაღლის, მგლის ხელა ძაღლის ყოლა, რომელსაც დაატარებენ ლიფტით, რა თქმა უნდა, სადარბაზოშიც, სადაც ბავშვები დადიან, როდესაც ჩვენ გვხვდებიან სადარბაზოში ისინი ხომ ავერტუზებით კედელს, ისე ჩაყავთ, იმიტომ კი არა, რომ შეიძლება გაექცეთ ან რაღაცა, ხომ? რაღაცა ხო შეიძლება მოხდეს. და აქედან გამომდინარე, პლუს კიდე ეპიდემიოლოგიური თვალსაზრისით ძალიან მაღალ სართულზე ყოფილა შემთხვევები ბეწვებით ჩამოცვენილან ხვეტავენ რაღაცები, ხო და ეს შეიძლება თუ არა ასეთი რამე? მადლობა ზარისთვის, დიდი მადლობა, თქვენი პრეროგატივა თუ არ ვწდები ეს და უპასუხეთ თუ შეიძლება და შემდგომ გადავიდეთ. მე სიმართლე გითხრა, დეტალურად ვერ გავიგე კონკრეტულად. დიდ ძაღლებზე იყო საუბარი, შეიძლება თუ არა ძალიან დიდი ძაღლების ყოლა და რა უნდა ქნას ადამიანს, შეიძლება ძაღლი გაექცესო ადამიანსო და ვინმეს უკბინოსო და აი მე ვიცი თუ არ ვწდები რაღაცა სპეციალური. კი გავიგე, სხვა თემებსაც შეხო ქალბატონი და არის მოდა კარგად. რაც შეეხება როგორც აღნიშნეთ, დიდ ძაღლებს რო ასეირნებენ და რამდენად უსაფრთხოა და ასე შემდეგ. სწორედაც რომ ცხოველების მოლაპატრონობის წესი, რომელიც აღნიშნეს საგრებულო რომელიც დაამტკიცა გასულ წელს შარშან, გაწერილი რიგი დებულებები. ერთ-ერთი არის ცხოველის გამოსეირნების წესი. პატრონი ვალდებულა დაიცვას ცხოველის გამოსეირნების წესი. ანუ რას ნიშნავს ეს? გამოსეირნება გარდა სპეციალური ადგილებისა, გამოსასწრებელი ადგილებისა, პატრონი ვალდებულია ძაღლი გამოასეირნოს ალიკაპით. ანუ თუ გრძელი საბმელით იქნება, აუცილებლად ალიკაპი უნდა ეკეთოს ძაღლს, ან თუ ალიკაპის გაკეთება არ უნდა, აუცილებლად ყავდეს მოკლე საბმელზე. თუ არ იქნება დაცული ეს წესი, აუცილებლად მოხდება ესეთი რაღაც ჯარიმა არსებობს, ხო? კი ბატონო. ანუ სააგენტოს მიენიჭა უფლებამოსილება წელს დავიწყეთ უკვე ადმინისტრაციული სამართლებრივი რეაგირებები ცხოველების მოლაპატრონობის წესის დარღვევებზე და დაახლოებით 2 თვის განმავლობაში უკვე 350-ზე მეტი ჯარიმა იქნა დაწერილი სააგენტოს მხრიდან და მინდა აღვნიშნო რომ საკმაოდ გამოსწორდა ვითარება პარკებში, სკვერებში, ქუჩებში, მოსახლეობა უკვე იცავს გამოსეირნების წესებს, ასუფთავებს, მეტწილი ასუფთავებს ძაღლის მიერ დაბინძურებულ გარემოს და ასე შემდეგ. და როგორ იგებთ ვინმე ადამიანი კონკრეტული თუ არ ღვევს ამ გასეირნების წესებს? სააგენტოს სპეციალური მობილური ჯგუფები მოძრაობენ თბილისის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ქუჩებში, ბაღებში, სკვერებში და აკონტროლებენ ვითარებას, ასევე ხელხაზე შემოდის უამრავი შეტყობინება, რაზეც სააგენტო ახორციელებს შესაბამის რეაგირებას. მე ასევე ჩემთვის გახდა ცნობილი, რომ ასევე ამ წელს გველებთან დაკავშირებული პრობლემებიც საკმაოდ აქტუალურია. რამდენად ხშირად გირეკავენ ამ პრობლემაზე? გველებისთან დაკავშირებით, ამ ქვეწარმასთან დაკავშირებით პრობლემა ყოველთვის აქტუალურია. მით უმეტეს, როდესაც დაცხება და ქვეწარმავლები ვიწყებენ უკვე აქტიურობას და რა პროცედურები ტარდება ხოლმე? იმ შემთხვევაში, როდესაც მოსახლეობა აღმოაჩენს ქვეწარმავალს, რეკავს 112-ზე და სააგენტოს სპეციალური მობილური ჯგუფი, რომელიც დაკომპლექტებული არიან კაი სპეციალისტებით, აღჭურვილი არიან თანამედროვე აპარატურით, გადიან ოპერატიულად შემთხვევის ადგილზე და ხდება ქვეწარმავლის დაჭერა და შესაბამის ადგილას გადაყვანა. მინდა მოსახლეობას მიმართო თავი შეიკავონ თვითნებურად დაჭერისგან. იქიდან გამომდინარე, რომ ყველა ვერ ერკვევა თუ ქვეწარმავალი ან შემთხვევაში გველი შხამიანია თუ არ არის შხამიანი, თუ გარჩევა არ შეუძლიათ, თავი შეიკავონ დაჭერისგან და დარეკონ 112-ზე და სააგენტო აღმოუჩენს ოპერატიულად დახმარებას.
გასაგებია, დიდი მადლობა. ბატონო თემურ, თქვენთან მაქვს შემდეგი კითხვა. თქვენ საიტზე აღმოვაჩინე ესეთი ინფორმაცია, რომ რიკოთის უღელტეხილთან მდებარე რესტორანთან ყავთ დამწყდეული არაკანონიერად დათვი, რომელსაც უდიერად ექცევიან და აი რა სიტყვით ამაზე, რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე? ჯერ მინდა მოგახსენოთ, რომ მარტო რიკოთის უღელტეხილზე და მარტო ერთ რესტორანში დათვები არ არის დამწყდეული, იმიტომ რომ დათვები არის დამწყდეული მთელი საქართველოს მასშტაბით რესტორანებში, ეკლესიებში, მეზობლად სადგურებზე და ასე შემდეგ. როგორც ვიცით, დათვი არის, მურა დათვი არის საქართველოს წითელ ნუსხაში შეყვანილი ცხოველი, ასევე ბევრი ცხოველი არის, მაგრამ განსაკუთრებული სისასტიკე არის დათვების მიერ, ვინაიდან რატომღაც მოდაში არის დათვის ბელის ჩუქება ან გაყიდვა, ეს ხდება აბსოლუტურად ღიად, არის კანონმდებლობა ერთი დათვის მოკლა, გარემოსადმი მიყენებული ზიანი არის 50,000 ლარით განსაზღვრული, ხოლო დატყვევების სიტუაციაში არის ძალიან პატარა ჯარიმა 150 ლარიდან რაღაც 900 ლარამდე და პრაქტიკულად ამ მეთოდე ამ მიუხედავად ამ კანონებისა რა, გარემოს დაცვის სამინისტრო და შესაბამისი ორგანოები ამ კანონს არ ასრულებენ და რატო? ის დათვი საიდან მოხდა დაუშვათ იგივე რესტორანი ედემის ბაღი რა. ჯერეთი რატომ უნდა იყოს დათვი გამოკეტილი რესტორანში? ყურადღების მისაქცევად თქვენ დაუკავშირდით გარემოს დაცვის სამინისტროს უпроსორად თვითონ დაგვირეკეს როგორც ჩვენ საიტზე დავდეთ და თურმე დათვი რამოდენიმე თვის წინ მიუყვანიათ რა და გარემოს დაცვის სამინისტროსა და ამ რესტორნის მეპატრონეს შორის არსებობს თურმე შეთანხმება. აი წარმოიდგინეთ, გარემოს დაცვის სამინისტრო დათვი მიუყვანა რესტორანში. იმიტომ რომ ეს რესტორანმა როგორმე კლიენტი მოიზიდოს და რუდი დაალევინონ და ღვინო და ნაბახუცები ხალხი გამოვიდეს. ეხლა გარემოს დაცვის სამინისტრო აი კითხვა რას აკეთებს? ეს მარტო ერთ დათვზე არ არის ლაპარაკი. გავრცელებულია დათვებით. თქვენ ხარხან ოფიციალური რამოდენიმე სერიოზული ოფიციალურად წერილობითი კითხვები გაუგზავნეთ გარემოს დაცვის სამინისტროს, მათ შორის რამდენი დათვია საქართველოში და მათ შორის რამდენი დატყვევებული დათვია და პასუხი ეს მთლიანი ციფრი და პასუხი რამდენი დათვი ყავთ დატყვევებული საერთოდ გაჩუმდნენ საჯარო ინფორმაციის მიმართ. არც იციან, არც აინტერესებთ ერთი სიტყვით და საერთოდ რაზეა საუბარი, რომელ გარემოს დაცვის სამინისტროზეა ლაპარაკი, როდესაც მისი მინისტრი გიგლა აღუარშვილი ჟურნალისტების ოფიციალური მონაცემებით, რაც არის გამოქვეყნებული და ჩვენ საიტში, Facebook-ის საიტში და ძდევს აქვს ოფიციალურად დამფუძნებული ფერი არის ცხოველთა სასაკლაოც. უკაცრავად, სად მდებარეობს? კახეთში აქვს დამფუძნებული ბოინი, სადაც ხდება, აი, კი, ეს კანონიერია, უკანონო არ არის რა, მაგრამ ესეთ პიროვნებას, რომელსაც ცხოველთა სასაკლაო იქნება, მე მგონი გარემოს დაცვის მინისტრობასთან არაფერი საერთო არ უნდა ქონდეს. და რა ბედი ეწია ამდაც არაფერი რეაქცია არ მისცეს ისევ ინვოლიერებს. არაფერი, აი, უთხარით რომ აი რატო ხარ და თან იცით რა არის ეს ინფორმაცია მივიღეთ ვისგან? პირისგან, რომელმიც ალბათ ნაბახუცები მივიდა დათვთან რა, ჩახუტების მიზნით და დათვმა დატოვა. თუ ჩაბარებული ყავს, დაუშვათ, სიტყვაზე ვლაპარაკ, ეს ხო ერთი არავითარი კანონი არ არის, რომ გარემოს დაცვის სამინისტრო წითელ წიგნში შეყვანილი ცხოველი ჩააბაროს ვიღაც ფიზიკურ პირს. პირიქით, ფიზიკურ პირს თუ ეყოლება ვიღაც დათვი ან გარეული ცხოველი ტყვეობაში ან ნახევრად ტყვეობაში უნდა დააჯერიმოს და ჩამოაყოს. პირიქით, ესე იგი გარემოს დაცვის სამინისტრო უდებს ხელშეკრულებას ფიზიკურ პირებთან მათ შორის რესტორანს, რომ რესტორანში ყავდეს დათვი. აი, წარმოიდგინეთ, ახლა რაღაცა ვილაპარაკობთ. და თქვენ რო ინფორმაცია მიაწოდეთ. მიჭირს ამაზე საუბარი, იმიტომ რომ იმდენად როგორ გითხრათ, უკანონობაზე აღარ არის ლაპარაკი. იმდენად გამოუგნებელ რაღაცებს მეუბნება გარემოს დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი, რითი და თქვენ არ აგვაქვთ თურმე დათვების თავშესაფარი, ვინ უნდა გააკეთოს? მე? უკაცრავად და თქვენ რო დაუკავშირდით სააგენტოს და რომ უთხარით ამ დათვთან დაკავშირებით,
არ მივიდნენ, არაფერი რეაგირება არ მისცეს საერთოდ. კი, გააგზავნეს რა, ზედამხედველობის სამსახური წავიდა იქა და გვიპასუხებს, რომ თურმე კონტრაქტი, ესე იგი, რაღაცა ხელშეკრულება გვაქვს გაფორმებული და არ ვიცოდით თურმე რა. აი ეს პასუხი იყო. ეს სატელეფონო პასუხი იყო რა ესეთი. მე უბრალოდ იმდენად დავიღალე, რომ დაახლოებით 3 წლის განმავლობაში ვაგზავნით საჯარო ინფორმაციაზე და წერილებს ვაგზავნით და იქიდან არის ისეთი გამოუგნებელი პასუხები, რომ აი ვეუბნებიან, რომ რა ვქნათ ბატონო თემურ, იცით ჩვენ არა გვაქვს საშუალება, რომ დათვების თავშესაფარი გავაკეთოთ. ერთი მაშინ ჩვენ მოვითხოვეთ დათვების თავშესაფარი რომ გააკეთოს საჭირო არის რაღაცა თანხები, ხო? ეს თანხა არის 20 ლარი თუ 7 მილიონი. სიტყვაზე ვლაპარაკობ. მოვითხოვეთ პროექტი დათვების თავშესაფარის, რომელიც აი რისი პროექტის მიხედვითაც უნდა აშენდეს ეს დათვების თავშესაფარი, ხო? პროექტი არ არსებობს. მაშინ როგორ ითხოვენ ამ თანხას? აი პროექტი არ არსებობს, არიციან რა დაჭდება, წარმოდგენა არ აქვს საერთოდ დათვების თავშესაფარი რა არის. იმათ გონიათ გალეებია რა, დათვების თავშესაფარი სხვა რაღაცა არის აბსოლუტურად რა. პირველად ნახეს ჩემს მიერ გაგზავნილი ფოტოები თურმე დათვების თავშესაფარი რა. აი ეხლა ზუსტად ბატონ თემურ ფხალაძეს ძალიან დიდი მადლობა, ჩარჩან სამი ბელი წიკის და თბილისში იყო დაჭერილი. ეს სტიქიური უბედურების გამო არა, ვიღაცას ყავდა და ისარგებდა ამ სტიქიური უბედურებით. და გამოაგდო ნუცუბიძის ქუჩასა და ვაზისუბაში რა, სადაც არ იყო სტიქიები. და პლუს კიდე გადარჩენილი საწყალი 2 დათვი, ხო მგონი 2 დათვი იყო იქა რა. და ის 2 დათვი როგორც იქნა მთელი წერილებით, მთელი ქართულობით, მთელი ხვერწნებით როგორც იქნა რაღაც მოაწესრიგეს და ზოოპარკში დააბრუნეს რა. მე ამ დროს მინდა ვთქვა, რომ ზოოპარკში და თამაზელის ბაროშვილთან ამ სტიქიური უბედურების დროს 10-20 დათვი მოკვდა მთლიანად რა. ხო? გადარჩა 2 დათვი რა ამ სიტუაციაში. და აი ეს სამი ბელი 1 წელიწადი იყო და იმის მაგვირა თუ აი ვეხვერწებოდით გარემოსთან რაღაცა გააკეთეთ, თუ ელემენტარული გააკეთეთ, მაფატი ჯიპები ყავთ, ძალიან დიდი ხელფასები აქვს, ძალიან დიდი პრემიები აქვს, ძალიან კარგად ცხოვრობენ აბსოლუტურად ყველანაირად და ამ სამი ბელისთვის, რომელიც ძაღლების თავშესაფარში იყვნენ ჩაკეტილი და ბატონ თემურის უდიდესი მადლობა და ესენი ცოცხლები რო იყვნენ ამათი დამსახურება, მე ჩაერთო ინგლისელები, იმიტომ რომ საქართველოს არა აქვს სამი დათვის ბელის წასაყვანი ადგილი საბერძნეთში დათვების თავშესაფარი აღმოჩნდა და მოხდა ამების რა არის ეს რაზგავს გასაგები მაბადე ეს არის დასაჩულელი კანტორა ეს არ არის გარემოს დაცვა ეს არის ბრაკონიერების კანტორა ბრაკონიერების ხელში კანტორა ესენი არიან დასაჩულელი და იმ თანხები კი ბატონო რამოდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ თვითონ ვინახავთ გარემოს დაცვის სამინისტროს და ძალიან კარგად მოწესრიგდება ეს სიტუაცია გასაგებია დიდი მადლობა 2 წუთი დაგვრჩა გადაცემის დასრულებამდე ბატონო თემურ თბილისის მასშტაბით გასაგებია რომ გვაქვს ესა და ეს სტატისტიკა თუმცა შეიძლება არ აღინიშნოს თბილისი არ არის საქართველოს. მთელი საქართველოს მასშტაბით თუ გაქვთ ინფორმაცია, როგორი მდგომარეობა, მე როგორც ვიცი, 4 მუნიციპალური თავშესაფარი არსებობს ცხოველების. აი თქვენ გაქვთ ამაზე ინფორმაცია, როგორ ხდება იქ? კონკრეტული ინფორმაცია არ მაქვს, მე ზოგადად შემიძლია გითხრათ, რომ რამოდენიმე რეგიონიდან დაგვიკავშირდნენ, მოხდა ასთა გაცვლა კონსტატაციების დონეზე გვაქვს ურთიერთობები ვეხმარებით ჩვენი გამოცდილების შესაბამისად და ასე შემდეგ, ანუ კონკრეტულ მათ საქმიანობაში ჩახერგულები არ ვართ. ანუ არ იცით ზუსტად როგორ მუშაობენ ის როგორ ხდება სკოლის პოპულაციის მართვა? არა, კონკრეტული ინფორმაციები არ მაქვს. გასაგებია, ჩვენი გადაცემა დასასრულს მივახლო და მე შეგახსენებთ, რომ გადაცემის სტუმრები იყვნენ ცხოველთა დაცვისა და გადარჩენის საზოგადოების დამფუძნებელი ბატონი თეიმურაზ ციქორიძე და ასევე